მასწავლებელთა სერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2021 წელი მეორე ვარიანტი ამოცანა ნომერი 38. განსაზღვრეთ რა კანონით იცვლება დროის განმავლობაში x ღერძზე მოძრავი m მასის სხეულის სიჩქარის vx გეგმილი, თუ საწყისი სიჩქარის გეგმილია v0x-იო და სხეულზე მოქმედი ჯამური ძალის გეგმილი იცვლება შემდეგი კანონითო. პირველი რა გვაქვს ნახოთ, მოდით დავწეროთ რა გვაქვს მოცემული. პირველში ვიცით ჩვენ vx-ის დროზე დამოკიდებულება at კუბი არის, ამასთან გვითხრეს რომ ამასთან ეს a უდრისო კონსტანტასო მუდმივი არისო და ჩვენ გვინდა vx გეგმილი დამოკიდებულება გავიგოთ დროზე თუ საწყისი სიჩქარის გეგმილია v0x. კარგით, ახლა პირველ რიგში გავითვალისწინოთ fx-ი მეორე მხრივ fx-ი ტოლი იქნება ნიუტონის მეორე კანონიდან mix-ის, ხო? ეს ტოლი არის at კუბის. ახლა აქედან ჩვენ x-ისთვის რას მივიღებთ? აქედან ax-ი ტოლი იქნება at კუბი შეფარდებული m-თან. ასე და ახლა მეორე მხრივ ჩვენ თუ გავითვალისწინებთ რომ ax-ი აჩქარება განიმარტება როგორც კოორდინატის წარმოებული დროით dvx dt არის, ხო? dvx dt არის და ax-ი მეორე მხრივ აგერ აი ეს გამოსახულება მივიღეთ, ესე იგი dvx dt ტოლი ყოფილა შეფარდებული m-თან e კუბის და ახლა აქედან ჩვენ მოდით ასე მოვიქცეთ, ცვლადები განვაცალოთ. dt გადავიტანოთ მარჯვნივ, შესაბამისად გვექნება რომ dvx-ი ტოლი არის a შეფარდებული m-თან t კუბი dt. ახლა ორივე მხარეს თუ ვაინტეგრებთ, ამასთან გავითვალისწინოთ რომ ჩვენ გითხრეს რომ vx-იო იცვლებაო v0x-დან vx-მდეო პირობით მოცემული გვაქვს ეს, შესაბამისად მოდით ეს გავითვალისწინოთ, ანუ ინტეგრალის საზღვრები იქნება v0x-დან vx-მდე dvx შტრიხი და მეორე მხარესაც თუ ვაინტეგრებთ, უკვე აქ 0-დან t-მდე გვექნება საზღვრები a შეფარდებული ომეგასთან t შტრიხ კუბ dt შტრიხი. ასე ბატონო ჩემო. და აქედან ახლა რა გამოგვივა? აქედან ჩვენ გამოგვივა რომ dv შტრიხ-x-ის პირველადი ინტეგრალი თავის მხრივ ტოლი იქნება dv შტრიხ-x-ის ჩასმა ნიუტონ-ლაიბნიცის ფორმულიდან v0x-დან vx-მდე. ეს თავის მხრივ ტოლი არის აი ამ გამოსახულების. გამომდინარე იქიდან რომ აც და m-იც მუდმივია, შეგვიძლია ინტეგრალ ნიშნის გარეთ გავიტანოთ, შესაბამისად დაგვრჩება a შეფარდებული m-თან ინტეგრალი 0-დან t-მდე t შტრიხ კუბ dt შტრიხი dt შტრიხი. ახლა ცხრილის ინტეგრალი დაგვჭირდება აქ, კერძოდ ეს ინტეგრალი დაგვჭირდება ზოგადად t ხარისხად n d t-დან ინტეგრალი ტოლი არის t ხარისხად n+1 შეფარდებული n+1-თან, ეს დაგვჭირდება. გამატებული კიდევ განსაზღვრელი მუდმივა c. ამ ცხრილის ინტეგრალს გამოვიყენებთ ახლა ჩვენ და ნახოთ რა გამოგვივა. აქედან გამოგვივა ჩვენ რომ dvx-ი აი აქ dvx-ი გაცრავთ აქ dvx-ი არა vx შტრიხი უნდა დაგვეწერა, ხო? d რატომაც პირველადი არის dvx შტრიხიდან vx შტრიხი ბატონო ჩასმა იქნება n0x-დან vx-მდე და ახლა vx შტრიხის მაგალითად რომ vx ჩავსვავთ, მივიღებთ vx გამოკლებული, ახლა vx შტრიხის მაგალითად v0x-ი უნდა ჩავსვათ, გამოკლებული v0x-ი. ეს ტოლი იქნება a შეფარდებული m-თან და ახლა აი n-ის როლში ჩვენ გვაქვს უკვე აი სამიანი. შესაბამისად აქედან ინტეგრალი ტოლი იქნება t ხარისხად t შტრიხი ხარისხად 3+1 შეფარდებული 3+1-თან, ხო? 3+1 ხო 4-ია და მოდი გავითვალისწინოთ, ესე იგი იქნება აქ t შტრიხი ხარისხად 4 შეფარდებული 4-თან. ჩასმა გვექნება ახლა ჩვენ საიდან სადამდე 0-დან t-მდე. შესაბამისად ეს ტოლი იქნება a შეფარდებული m-თან t შტრიხის მაგივრად t-ს რო ჩავსვათ მივიღებთ t ხარისხად 4 შეფარდებული 4-თან, გამოკლებული კიდე t შტრიხის მაგივრად უნდა ჩავსვათ 0, შესაბამისად აქეთ 0 დაგვიჯდება და მოდი ეს აღარ გავითვალისწინოთ. შესაბამისად რა გამოგვივიდა? აქედან ჩვენ ტოლი გამოგვივიდა რომ vx minus v0x ტოლი ყოფილა a t ხარისხად 4 შეფარდებული 4-მთან. საიდანაც vx-ისთვის მივიღებთ რომ vx ტოლი არის v0x plus a t ხარისხად 4 შეფარდებული 4-მთან. ანუ საბოლოოდ თუ დავწერთ პირველში პასუხს, პირველისთვის მივიღეთ რომ v-ს სიჩქარის დროზე დამოკიდებულებას ქონია შემდეგი სახე, vx ტოლია v0x დამატებული a t ხარისხად 4 შეფარდებული 4m-თან. ახლა გადავიდეთ მეორეზე, ნახოთ მეორეში რა გვაქვს.
ახლა მეორეში მოდით ეს ასე გამოვყოთ უკვე. ასე ბატონო ჩემო ეს პირველი გავაკეთეთ უკვე. ეხლა გადავიდეთ მეორე ნაწილზე. მეორეში უკვე fx-ის დამოკიდებულებას სხვანაირი სახასიათი აქვს, ხო? მეორეში გვეუბნებიან, რომ fx-ი ტოლი არისო a კოსინუს ომეგა t-სიო. სადაც a ეს ჩვენი a და ომეგა რაღაც მუდმივები არისო, კონსტანტები არის. აქაც ანალოგიურად მოიქცეთ, fx-ის მაგივრად ჩავსვათ mx-ი. ტოლი არის a კოსინუს ომეგა t-სი, საიდანაც ax-ი ტოლი იქნება a შეფარდებული m-თან კოსინუს ომეგა t. ეხლა თუ გავითვალისწინებს, რომ ax-ი მეორე მხრივ ტოლი არის dvx dt-ს, დავწეროთ ესე იგი dvx dt. ტოლი ყოფილა a შეფარდებული m-თან კოსინუს ომეგა t. აქაც ანალოგიურად ცვლადთან განცალება მოგცემ შემდეგ გამოსახულებას. ტოლობის მარცხენა მხარეს დაგვრჩება dvx-ი, ტოლი არის a შეფარდებული m-თან კოსინუს ომეგა t dt. აქაც ტოლობის ორივე მხარე ვაინტეგროთ, ერთ მხარეს dv0x-დან vx-მდე, vdvx შტრიხი, აქაც ორივე მხარე ვაინტეგროთ, კი ბატონო, აქაც ვაინტეგროთ ორივე მხარე, აქედან 0-დან t-მდე, a შეფარდებული m-თან კოსინუს ომეგა t შტრიხ dt შტრიხი. ასეთი გამოსახულება მივიღეთ. ეხლა ეს გამოსახულება უკვე გამოთვლილი გვაქვს, ხო, ზემოთ გამოვითვალეთ, შესაბამისად აქედან გვექნება, რომ ეს ტოლი აქედან გამოგვდის, რომ vx minus v0x ტოლი ყოფილა, აქაც a შეფარდებული m-თან გავიტანოთ ტოლობის გარეთ, ესე იგი გვექნება a შეფარდებული m-თან ინტეგრალი კოსინუს ომეგა t შტრიხი dt შტრიხი. ასე. ახლა ჩვეულებრივ კოსინუს t რო გწერებოდა აქ. ნუ ინტეგრალს მარტივად ავიღებდით, სინუს t იქნებოდა ინტეგრალი, მაგრამ აქ ჩვენ კოსინუს ომეგა t შტრიხი გვიწერია და იმისთვის რომ ცხრილის ინტეგრალი გამოვიყენოთ, ამისთვის თვითონ ფუნქციაში შემოვალი არგუმენტის მნიშვნელობა და დიფერენციალის ნიშნის შემოვალი მნიშვნელობა ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. ანუ აქ რამენაირად აი აქ ომეგა უნდა გავაჩინოთ. ამიტომ აქ მოდი ომეგაზე გავამრავლოთ და ომეგაზე გავყოთ დიფერენციალში. ეს ხო ერთია, შესაბამისად ამის უფლება გვაქვს. ეხლა მოდი ავდგეთ და აი ქვემოთ რომ ომეგა არის. აი წავიღოთ და ინტეგრალს ნიშნის გარეთ გავიტანოთ, რადგან მუდმივია, რადგანაც მუდმივი ომეგა ერთ შეფარდებული ომეგა დიფერენციალის ნიშნის გარეთ შეგვიძლია გავიტანოთ და ინტეგრალს ნიშნის გარეთ. შესაბამისად ეს ერთ შეფარდებული ომეგას წაცუნცულდება და აი აქ დაგვიჯდება. ასე ესე ეოდეს წავშალოთ, დიფერენციალის ნიშანი წაგვიშალა, ასეთი რაღაც მივიღეთ. აქ საზღვრები არ გამოგვწევს, 0-დან t-მდე გვაქვს. ასე ბატონო ჩემო. და აქედან რა გამოგდის ახლა? აქედან ჩვენ გამოგვივა, რომ vx minus v0x-ი ტოლი ყოფილა შეფარდებული ომეგა m-ზე. კოსინუს ომეგა t შტრიხის ინტეგრალი არის სინუს ომეგა t შტრიხი ჩასმა 0-დან t-მდე. ეს ტოლი იქნება a შეფარდებული m ომეგაზე. სინუს ომეგა t შტრიხის მაგივრად თუ t-ს ჩავსვათ, მივიღებთ სინუს ომეგა t-ს, ხო? სინუს ომეგა t-ს, ხოლო გამოკლებული t შტრიხის მაგივრად 0 უნდა ჩავსვათ. ესე იგი სინუსი გამოგვდის 0-ზე გამოკლებული და სინუსი 0-ზე 0 არის, ამიტომ ამას 0 აკდება და შეგვიძლია ეს არ გავითვალისწინოთ. შესაბამისად საბოლოოდ აქედან გვხვდება, რომ vx minus v0x-ი ტოლი ყოფილა a შეფარდებული m ომეგა სინუს ომეგა t-სი. საიდანაც vx-ი მოდით განსაზღვროთ, საბოლოოდ პასუხიც რო დავწეროთ მეორეში, ესე იგი vx-ი ტოლი ყოფილა აი ამ გამოსახულებიდან v0x minus v0x-ი ტოლობის მარჯვენა მხარეს გადავა და დაგვრჩება v0x დამატებული a შეფარდებული m ომეგა სინუს ომეგა t. და ეხლა მესამისთვის რამენაირად უნდა ჩვენ ისე გავაკეთოთ, რომ დავდიოთ ხო მესამეს ამოხსნა. შევეცადოთ აქვე დავდიოთ. აი რეცდები აქ დავდიო. ასე. შევეცადოთ დავდიოთ, თორემ არ აუშავს. კარგით, ეხლა მესამეშიც იგივე სიტუაცია გაქვთ, ოღონდ აქ უკვე გვეუბნებიან, რომ fx-იო უდრისო a სინუს ომეგა t-სო, სადაც ეს ჩვენი a და ომეგა აქაც მუდმივები არისო. ანალოგიურად ეხლა აქედან თუ გავითვალისწინეთ fx-ი არის max-ი, შესაბამისად max-ი ტოლი იქნება a სინუს ომეგა t-სი. ეხლა აი ეს m-ი გადავიტანოთ ტოლობით მარჯვენა მხარეს, აქ ესე იგი გვექნება a შეფარდებული m-თან, ასე ბატონო ჩემო.
საიდანაც ახლა ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ, რომ AX ჩავანაცვლოთ dvx dt. ეს ტოლი იქნება a შეფარდებული m-თან sinus omega t. აქაც სვლადები განვაცალოთ, ესე იგი გამოგვივა, რომ dvx ტოლი არის a შეფარდებული m-თან sinus omega t dt. აქაც საზღვრები გავითვალისწინოთ, აქ იქნება v0x, აქ იქნება vx, dvx შტრიხი, აქაც ინტეგრალი ავიღოთ 0-დან m-მდე. აქ არის a შეფარდებული m-თან, შეგვიძლია უკვე ინტეგრალის გარეთ გავიტანოთ, რადგანაც მუდმივი, აქ იქნება t შტრიხი, საიდანაც აი ეს გამოსახულება თავის მხრივ უკვე მესამედ ვაკეთებთ ამას და ვგონი გამოთვლილი გვაქვს უკვე, ხო? კი ბატონო, vx minus v0x-ია. ეს ტოლი იქნება a შეფარდებული m-თან. აქაც ანალოგიურად მოდით ომეგაზე გავყოთ და ომეგაზე გავამრავლოთ აიქვე, აი ომეგა t შტრიხი გვექნება აქ, ესე იგი ომეგა t შტრიხი, ასე. a შეფარდებული m ომეგა გვექნება აქ. sinus omega t შტრიხიდან ინტეგრალი იქნება minus cosinus omega t შტრიხი, ანუ ეს ტოლი იქნება minus გვექნება წინ cosinus omega t შტრიხი ჩასმა 0-დან t-მდე. მედია ჩანს, ცოტა წვრილად გივწერ, ცდილობ დავტიო. აქედან რა გამოგვივა ჩვენ, რომ vx minus v0x ტოლი ყოფილა minus a შეფარდებული m ომეგაზე. კოსინუს ახლა უნდა ჩავსვათ, ხო? პირველი ჩასმა ეს t შტრიხის მაგივრად s რო ჩავსვათ, აქ კოსინუს ომეგა t-ს დაგვიტოვებს, გამოკლებული. ახლა t შტრიხის მაგივრად უნდა ჩავსვა 0, ხო? კოსინუსი 0-ზე 1-ია, ამიტომ ეს 1 გამოაკლდება და საბოლოოდ აქედან მივიღებთ ჩვენ რას, რომ vx ამ შემთხვევაში ტოლი ყოფილა v0x, ეს მინუსი ცოტა გავალამაზოთ, ეს ტოლობა vx დამატებული a შეფარდებული m ომეგაზე 1 minus cosinus omega t. ანუ მესამეშიც რო დავწეროთ საბოლოოდ პასუხი რა გამოგვივა? მესამეში გამოგვივიდა, რომ vx ტოლი ყოფილა v0x plus a შეფარდებული m ომეგაზე 1 minus cosinus omega t. ასე.